რა შედეგიც უნდა დადგეს 27 ოქტომბერს, მინდა რომ საამაყო იყოს ქართული ხალხისთვის ეს გადადგმული ნაბიჯი, რასაც მივიღებთ, ეს იყოს წარმატების საწინდარი ქვეყნისთვის და ამაში გულისხმობ ძალიან ბევრ რამეს. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენი სლოგანით გამოვდიოდით, რომ ჩვენი სახელმწიფო ჩვენი ოჯახია, მინდა ყველას კარგად ესმოდეს, რომ ჩვენ გათვლილი გქონდა ეს არჩევნები არა რომელიღაცა კონკრეტულ სეგმენტზე, არამედ საქართველოს ხვალინდელ მომავალზე. და ეს მომავალი დარწმუნებული ვარ, მინდა იქნება ასეთი დღეს თუ არა ხვალე, მე ვიქნები თუ არა პრეზიდენტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ გაიზრდება პოლიტიკური კულტურაც, დამოკიდებულებაც და ის რომ ქვეყნის ნომერ პირველი საზრუნავი იქნება მისი მოქალაქე და აი გეტყვით რა, ახლა ეს ასეთი დამოკიდებულება აუცილებელი უნდა იყოს და ამაყი იქნება ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გადასახადს გადაიხდის ქვეყნის ბიუჯეტში. აი ეს იქნება ორმხრივი დამოკიდებულება, ეს იქნება საქართველოს მომავალი, როდესაც სახელმწიფო იზრუნებს თავის მოქალაქეზე და მოქალაქე კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაყი იქნება იმ გადასახადების გადახდით, რა გადასახადებიც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შეიტანოს. ამისთვის ძალიან ბევრი ცვლილებაა გასაკეთებელი, ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, მაგრამ მე დღესაც ხვალეს და ზეგაც ვიბრძოლებ ამისთვის, რომ ეს დამოკიდებულება ქვეყანასა და მოქალაქოს შორის დამკვიდრდეს. ასევე დავამატებ მე იმას, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსის განგვესმის, რომ ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული მისი ყოფნა არ ყოფნა ქართულ პოლიტიკაში, მე მგონი არ არის სახელების ჩამოთვლა და ბევრმა თქვა გააკეთა ესეთი განცხადება, მე პირიქით ვამბობ, რომ დღევანდელი ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიით პირიქით ჩვენ ვაპირებთ მოსვლას, გაძლიერებას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდხანს დავჩებით პოლიტიკაში იმ დამოკიდებულებით, რა დამოკიდებულებითაც ჩვენ მოვედით ამ არჩევნებზე. მე მინდა მიმართო ახალგაზრდობას, მე მინდა მიმართო საშუალო ასაკის მოსახლეობას, მე მინდა მიმართო მოხუცებს, რომ ალბათ დადგა დრო, როდესაც მათ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სხვისი მითითების გარეშე, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მომავალზე გათვლილი, საქართველოს ხვალინდელ დღეზე გათვლილი, აუცილებლად ამ გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა გაითვალისწინონ იმ პოლიტიკოსების წარსული, რომლებიც თავაზობენ თავის თავს, იმ მათი ქმედებები, რა ქმედებებიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველამ კარგად დაინახა და ქართული საზოგადოება პოლიტიზირებულია და ალბათ უნდა გაითვალისწინონ დაპირებების შეუსრულებლობა და თქვათ, ყველას ბექგრაუნდი აბსოლუტურად ვინც თავის თავს თავაზობს. საბოლოო ჯამში ერთი რამე კი მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვისაც და რადგან წინა საარჩევნო გარემოზე ვისაუბრეთ და კითხვაც მაგას ეხებოდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გარემო საკმაოდ კარგია, ნორმალური გარემოა, დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი გონებით და თავისი გულით და მე მოხარული ვიქნები, რომ თუ კი ბოლო დღეს, არჩევნების დღეს არ იქნება მცდელობა ზოგიერთი სუბიექტისგან გაყალბების, თუმცა ამაზეც ჩვენ გვექნება ჩვენი ქმედებები, ყავს დაკომპლექტებული თითქმის ყველა საარჩევნო უბანი და ალბათ მოვითხოვთ რამოდენიმე უბნის გადათვლასაც საოლქოებისგან და ერთი თხოვნა მექნება CSKO-ს ახალი თავმჯდომარესთან ქალბატონ თამარისგან, რომ მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ეს არავითარ ჩრდილს არ მიაყენებს არჩევნებს, თუ კი გაიხსნება რამოდენიმე უბანი და შეედარება ოქმები მართლად რეალურად არსებულ ხმების რაოდენობას, იმიტომ რომ ეს ცდილობები უნდა აღიკვეთოს და მე ვფიქრობ, რომ ამაზე კარგი პრევენცია არ იქნება, იმიტომ რომ შეიძლება გაუჭირდეს რომელიმე დამკვირვებელს თავისი ხმების დაცვა და რომელიმე თავის მოკლედ ჩვენ გავაკეთებთ ამას რამოდენიმე უბანზე და დარწმუნებული ვარ, როგორც წინა წლებში ხდებოდა, ეს არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას გვაძლევს კოდექსი ამის უფლებას და ნახავთ და ეს იქნება მე მგონი უფრო მეტად წინ გადადგმული ნაბიჯი ამ არჩევნებისთვის და არა დისკრედიტაცია, რომ თუნდაც იქ რაღაცა დარღვევა აღმოჩნდეს. დააკეთებით ამ საარჩევნო პროცესს, ისაუბრეთ გარემოზე და მე მინდა კითხო, თქვენი კონკურენტები, ესე ვთქვათ, არა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ქალბატონ ნინო ჯანაძე აქტიურად საუბრობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა გააყალბოს არჩევნები. უკვე 28-ში დილით არის გამორიცხული, რომ დაიწყოს საპროტესტო აქციები. თქვენი განწყობა როგორია? დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენ გააქვთ ამის მოლოდინი და შესაძლოა თუ არა? მე არ მაქვს ამისი მოლოდინი და დიდი ალბათობით
თუ მსგავსი ქმედებები რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა დაიწყო, ეს იქნება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული და არა იმისკენ, რომ დღევანდელი არჩევნები იყო არაობიექტური, ან კიდევ ქვეყანამ სხვა აირჩია, სხვას დაუჭირა მხარი და სხვა შემოგთავაზა თუნდაც საარჩევნო ადმინისტრაცია. მე ამას ვერ დავიჯერებ, უბრალოდ თუ კი იქნება რაღაცა დარღვევები, რა თქმა უნდა, პროტესტის გრძნობა ყველას ექნება და შეიძლება გარკვეულ აქციას მე თვითონაც შეუერთდე, თუ თქვათ ასეთი დარღვევები იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალე ქვეყანაში მსგავსი ქმედებებით ვიღაცებმა დესტაბილიზაციის ცდილობა დაიწყოს. არ არის ის გარემო და ის არჩევნები, რომლის ასეთი ფორმით გაპროტესტება მიმაჩნდეს მე სერიოზულად. ეს იქნება არასერიოზული, ეს იქნება უბრალოდ კიდევ ერთხელ რაღაცა პოლიტიკური ქოლების წერა და კიდევ დამატებით რაღაცა დესტაბილიზაციის შემოტანა ქვეყნის სტაბილურობაში. დიახ, იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის, რომ არ არის არც ნინო ბურჯანაძე და არც რომელიმე სხვა პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ასეთ სასახად იმსახურებდეს ქვეყნის მხარდაჭერას. და აქედან გამომდინარე, შედეგი რაც იქნება, ის იქნება, დავინახავთ ყველანი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი წინა საარჩევნო პერიოდმა გვაჩვენა, რომ არ არის იმ ხარისხის გაყალბება და იმ ხარისხის ზემოქმედება თუნდაც ადმინისტრაციული რესურსის, რომ ჩვენ გავაპროტესტოთ ასე რადიკალურად არჩევნების შედეგები. პრემიერი მართალი გუნდი არჩევნებში 70% გამარჯვებას ელოდებიან. ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც ქართული ოცნების დაკვეთით იყო ჩატარებული, ჩვენ ნახეთ, რომ საკმაოდ დიდი მაჩვენებელი აქვს გიორგი მარგველაშვილს. ნაციონალურმა გამოაქვეყნეს გუშინ ესეთი კვლევა, სადაც მეორე წუთს არ გამოიწვია. თქვენ როგორ ეს შექმნილი სიტუაციიდან გამოვიდეთ, შესაძლოა იყოს მეორე ტური. არის მოდით მარტო ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობაზე ვილაპარაკებთ, ხო? რამოდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმაც დაუკვეთა ეს კვლევები და რადიკალურად განსხვავებული მაჩვენებლები და პირადად მეც გეტყვით, რომ მეც მქონდა სურვილი და მსჯელობა ჩემ მეგობრებთან, რომ თქვა დამეკვეთა კვლევა. ეს კვლევების დაკვეთა ნიშნავს რას? რომ საზოგადოებას მივაწოდო რაღაცა ინფორმაცია, რომ ანუ ვინც იხდის ფულს, მუსიკასაც ის უკვეთავს, ხო? ესე იგი, მეც მექნებოდა რაღაცა გარკვეულ პროცენტს დავდევდი და ხალხის ეცნობას შეყვანას მოემსახურებოდა ეს და სხვას არაფერს. აქედან გამომდინარე, უკვე საზოგადოება მიცის. მე დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქე მიცის საქართველოს მოქალაქე. ეს კვლევები გინდა ერთი მხარის გამოქვეყნებული, გინდა მეორე, გინდა მესამე მხარის არის სუბიექტური და არაობიექტური. პირდაპირ გეუბნებით და ჩემი პარტიის ისტორიიდან გეტყვით 2010 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ერთ-ერთმა საკმაოდ სოლიდურმა ორგანიზაციამ გაგვიკვეთა კვლევა და ნოღაიდელის რეიტინგი იყო 80%. შედეგები მივიღეთ რა? მივიღეთ 9% საქართველოს მასშტაბით, არავის არ გაკვირვებია არც ქართული ოცნების გამარჯვება, მაგრამ NDI-ის 40%-იანი ცდომილება, აქედან გამომდინარე საზოგადოება არ შევა შეცდომაში. მე ხა რამდენიც არ უნდა მოუწოდო, რომ აი არ შეხვიდეთ შეცდომაში და არ დავჯერე, ისედაც უშემოდაც კარგად ესმის საზოგადოებას, რომ ეს კვლევები ყველა არის ტყუილი. ქართული ოცნების 70%-იც, ნაციონალური მოძრაობის 52% და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ახდენს მაინც გავლენას და მე ვფიქრობდი, რომ სწორედ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენ ამ ბინძურ საქმიანობაში არ მივიღეთ მონაწილეობა, არც კვლევა დაუკვეთეთ და არც არავისთვის მოგვიხოვია. უბრალოდ ისიც კი შევწყვიტეთ, რომ ინტერნეტში თქვა სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაგვეტარება, იმიტომ რომ არც ეს არის ობიექტური და არც იქნებოდა მართალი. აი თქვენ დააკვირდებით გარემოსთან ხართ იმ შედეგის მისაღებად, რომელიც ჩვენ აუცილებლად თითქმის ყველა უბანზე ყავს წარმომადგენელი, რომელიც დააკვირდება ამას. მე თვითონაც ალბათ რამოდენიმე რაიონში ჩემს წარმომადგენლებს გავაგზავნი და დათვალსაც დავესწრებით და ყველაფერი, მაგრამ ვამბობ ერთ რამეს, რომ რასაც კიდევ ერთხელ CSKO-საც მიმართავ, ჩვენ აუცილებლად რეგიონებში, რამოდენიმე რაიონებში მოვითხოვთ უბნების გადათვლა საოლქოს მიერ. და კიდევ ერთხელ ვთხოვ გავატონ თამარს, რომ არ მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს კოდექსით გათვალისწინებულია, თუ კი არის საჩივარი და თუ კი ვინმე ეჭქვეს აყენებს ოქმის სისწორეს, გადავთვალოთ და ვნახოთ რა შედეგები იქნება, იმიტომ რომ მე მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება მსგავსი რაღაცები მოხდეს. რადგან ასე თქვათ, კარგი ნორმალური გარემო შექმნით წინა საარჩევნოდ, მოდი არჩევნების დღესაც ნუ მოიქცევით სხვანაირად და ნუ მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მივიღოთ ისე, როგორც კოდექსი მიგვეთითებს.
გასაგებია რომ ყველა კანდიდატი არჩევნებში მომწიდავს განათლებისთვის, მაგრამ აი იმ შემთხვევაში თუ არ დადგება 27-ში განათლება, თქვენი გეგმები როგორც სხვა 28-დან რასაპირებთ? ჩვენ პირდაპირ გეტყვით, მე მგონი ყველა მიაქცია ყურადღება ჩვენ კამპანიას, რომ ჩვენ არასოდეს არ ვაკეთებდით იმ პოპულისტურ განცხადებებს, არც დაპირებებს ვიძლეობით თით მოსახლეობის მიმართ და ერთადერთი მიზანი და ჩვენი კამპანიის აგების უმთავრესი ნაწილი იყო, რომ 27-ში არც იწყება და არც ვთავრდება არც პარტიის, არც ჩემი პირადი ცხოვრება. ჩვენ 28-ში უნდა გამოვიდეთ და ყველას თვალებში უნდა შევხედოთ. აქედან გამომდინარე, მე ისედაც ვთვლი, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, მე ისედაც ვთვლი, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ მარტო იმიტომ რომ ჩვენ ახალი ხედვა, ახალი დამოკიდებულება შემოვიტანეთ ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას და უფრო აქტიურად, უფრო ევროპულად, უფრო ინტელექტუალურად ვიდრე აქამდე ვაკეთებდით და დამიჯერეთ რომ რა შედეგიც არ უნდა დადგეს, თუმცა საკმაოდ ნორმალურ შედეგს ველოდებით. მე ვთვლი რომ წარმატებული კამპანია ჩავატარეთ და საზოგადოებას მივაწოდეთ სულ სხვა პროდუქტი, რასაც ვერ იღებდა ვერასოდეს ქართული ამომრჩეველი.